სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელსა და სფერო ინვესტის დირექტორ საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გიბიწულეისკირმა გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში მოისმინა. გიორგი მურუსიძე კი ქვეყანაში არ იმყოფება. ბრალდებულებს დიდი ოდენობით სხვისი თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავებიან. საქმე ეხება საცხოვრებელ ბინებს. გამოძიების მიხედვით გიბიწულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 200-ზე მეტ მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს მილიონობით ლარი, მაგრამ ვალდებულება არ შეასრულეს. ლაპარაკია 12 მილიონის მოტყუებით დაუფლებაზე. გიბიწულეისკირმა მოსამართლეს თხოვა დღეს, რომ არ დაეპატიმრებინა და პრობლემას ახალწლამდე გადაჭრიდა, თხონა არ დაკმაყოფილდა. ძიმე ბრალდებების შემდეგ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დღეს სასამართლო პროცესზე პირველად გამოჩნდა. აღკვეთის ღონისძიების სხდომას ესწრებოდნენ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც თვეების განმავლობაში უწყვეტი მცდელობის შემდეგ კომპანიის ოფიციალური პოზიცია დღევანდელ სხდომაზე პირველად მოისმინეს. მოვითხოვ ახალწლამდე მომეცით ვადა ამ პრობლემების მოგვარება მოვახერხო. თუ ვერ მოვახერხებ, მერე დამაკავეთ. მაქვს კლაუსტროფობია. აქედან გამომდინარე მაქვს დისკომფორტი და უცხოეთშიც ვერ მოძრაობ. არც ერთი თანხა არ გაგვიფლანგავს, არც ერთი თეთრი არ მიგვითვისებია. მივმართე ეროვნულ ბანკს, სახალხო დამცველს, რომ პრობლემა რაც ბანკებმა შეგვიქმნა და ანგარიში გაგვიუქმა, ამის მოგვარებაში დაგხმარებოდა. პრობლემის მოგვარების 5 გზა დავიწყე. შეხვედრას ვაპირებდი პრემიერ-მინისტრთან. ეჭვი მაქვს 5 ადამიანი მიზანმიმართულად შლის ამ პროცესს და არ მოგვარდეს ეს პროცესი, რეალურად კი ჩვენი ბიზნესი იშლება. ასე სფერო ჰოლდინგის დირექტორი ცდილობდა მოსამართლისათვის დაემტკიცებინა, რომ თუ კი პატიმრობაში არ გაუშვებდა, მაშინ ყველა პირს ზარალი აუნაზღაურდებოდა. საუბარია 12 მილიონ ლარზე, რომელიც მოქალაქეებმა სხვადასხვა დროს სფერო ინვესტში დააბანდეს. სანაცვლოდ კი დროებით საცხოვრებელსა და ფულად სარგებელს ელოდნენ. თუმცა 244 ადამიანი ღია ცის ქვეშ ისე დარჩა, რომ დაბანდებული თანხა უკან აღარ დაუბრუნებიათ. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობითა და მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების მომატებული საფრთხის გამო პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე წულეისკირისა და მისი მიმალვაში მყოფი ბიზნეს პარტნიორის გიორგი მურუსიძის პატიმრობა მოითხოვა. შუამდგომობა მოსამართლე დავით კურტანიძემ კი სრულად გაიზიარა, წულეისკირს დარბაზში, ხოლო მურუსიძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ხსენებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე გამოძიება გრძელდება და არის ასევე გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ როგორც დაზარალებულების ოდენობა, ასევე შესაბამისი ზიანის ოდენობაც გაიზრდება. იმ შემთხვევაში თუ კი გამოიკვეთება, როგორც კონკრეტული ბრალდებულების მხრიდან სხვა დანაშაულის ჩადენის ამავდროულად ნებისმიერი სხვა პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ამ ნაწილში იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ამ შეფასებას მოახდენს ბრალდების მხარე და ამასაც მოყვება შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოს სხდომაზე სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ წულეისკირისა და მურუსიძის პატიმრობა კომპანიას და დაზარალებულ მოქალაქეებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. თავისუფლების სანაცვლოდ კი ყველას, ვინც თანხა დაკარგა, ზარალს აუნაზღაურებდა. მიუხედავად ადვოკატების მცდელობისა, მოსამართლემ მათი პოზიციები არ გაიზიარა. სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს, გიორგი მურუსიძეს და გიგა წულეისკის შეუფარდა პატიმრობა. ამას ჩვენ ველოდით სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე და ველოდით პროკურატურის მიდგომებიდან გამომდინარე. ჩვენთვის ეს ახალი არ იყო, თუმცა ჩვენ შევისწავლეთ ნელ-ნელა საქმის მასალებს. ძალიან დიდი მასალაა, დაახლოებით 10 ტომია. ჩვენ დაზარალებულებს არსად არ ვემალებით, ისევ გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ისაც რა თქმა უნდა ამის სურვილი ექნება. თუ იქნება დაზარალებულ პირთა თანხმობა, შესაძლებელია სამართლებრივი მექანიზმებით პატიმრობა საბოლოოდ შეიცვალოს გირაოდ, რადგან ჩვენი განმარტებით და პოზიციით მათი თავისუფლებაზე ყოფნა დააჩქარებს ამ პროცესებს, რასაც ქვია, რომ თითოეულ დაზარალებულს დაუბრუნდეს კუთვნილი თანხა. სფერო ინვესტს 244 დაზარალებული ჰყავს. მოქალაქეებს ეს სტატუსი გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურამ ოფიციალურად უკვე მიანიჭა. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილები მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულად იზიარებდნენ და აცხადებენ, რომ ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენილებს მხოლოდ ეფექტური გამოძიების მოლოდინი და იმედი აქვთ. ჩვენ არ შევდივართ არანაირ შეთანხმებაში და კონტაქტში თაღლითებთან. ყველა ქონება მათ რაც გააჩნიათ არის ან დაპრობლემებული, ან დაყადაღებული, ან უკანონო დაშენებული.
ხელშესახები ქონება მათ არ გააჩნდათ, შესაბამისად ვერ მოახერხეს გასხვისება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემოთავაზება ქონდათ, რომ გაჩუმდით, არ იხმაუროთ და გავაგრძელებთ საქმიანობას, რათა ახალი დაზარალებულები დაემატებინათ და ამით გადაეფარათ ეს ვალდებულებები. რაზეც ჩვენ ყისიერად უარი განვაცხადეთ, არ თანამშრომლობ, მე პირადად არ თანამშრომლობ თაღლითებთან. გივი წულეისკირსა და გიორგი მურუსიძეს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლებისათვის შეფარდებული პატიმრობის გარდა საგამოძიებო ორგანომ დააყადაღა მათი უძრავი ქონებაც, რომლის ღირებულება მინიმუმ 67 მილიონს შეადგენს.